ამასრულებელ ხელისუფლებაში გრძელდება საკადრო ცვლილებები და გრძელდება ნიშნავს იმას, რომ ის არც დამთავრებულა და მომავალშიც გაგრძელდება. ამჯერად ცვლილებები პოლიტიკური მმართველობის ვერტიკალის და ჰორიზონტალის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეეხო, სადაც სრულად ახალი ხელმძღვანელობაა. ძველებმა დატოვეს პოსტები და პირადად გრიგოლ ლილუაშვილის და მისი მოადგილეების ფაქტორის გათვალისწინებით შეგვიძლია მარტივად ვივარაუდოთ, რომ საკადრო ცვლილებები ამ უწყებაშივე გაღრმავდება დეპარტამენტების და სამსახურის უფროსების დონეზეც. ისევე როგორც ცხადია, სუსში მომხდარი საკადრო ცვლილებები აისახება აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ ადგილობრივი ხელისუფლების ბევრი მიმართულებით. ნაწილი თავად დატოვებს სამსახურს, როგორც ეს გრიგოლ ლილუაშვილის და მისი მოადგილეების შემთხვევაში მოხდა, ნაწილი დაელოდება, ვიდრე ცვლილებები მათ პერსონებამდე მოაღწევს ან კარზე მოაკაკუნებს, ან შეიძლება არც მოაღწიოს, რადგან არც ქართული ოცნების საკადრო სათადარიგო სკამია გრძელი. ცხადია, ეს არ ეხება სუსის ოფიციალურად მივლენილ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, რომელთაც საზოგადოება ODR-ების სახელით იცნობს, არა, რა თქმა უნდა. ამ სამსახურის, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფესვები გაცილებით ღრმა იყო და არის კიდეც წარმოდგენილი მმართველობის სისტემაში, ყველა სახელმწიფო და მარეგულირებელ უწყებაში ეს პერსონალიების დონეზე, რომლებიც ანგარიშვალდებულები სწორედ სუსის ხელმძღვანელობის წინაშე იყვნენ და შესაძლოა იქნებიან კიდეც მომავალში. დეტალებზე მომავალთან დაკავშირებით ვერ გეტყვით ვერაფერს. რადგან სამომავლოდ რა და როგორ იქნება, არიციან მათ შორის მათ, ვინც ცვლილებებს აცხადებს, ან ვისაც თანამდებობებზე ირჩევენ და ნიშნავენ. ეს არის დღეს რეალობა საქართველოში. მმართველობის იმ ფორმატიდან თუ გნებავთ სტილიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა. ზედაპირული დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობისას ბოლო 13 წლის მანძილზე პირველად ფიქსირდება ფაქტი, როცა ხელისუფლება მმართველი პარტიის ერთი კონკრეტული მიმართულების, ანგნებავთ მიმართულებით, კალაძე კობახიძის ჯგუფის სასარგებლოდ კონცენტრირდება. და იმგვარად კონცენტრირდება, რომ ამ ეტაპზე რაიმე ტიპის საპირწონე ან დამაბალანსებელი მათ ხელისუფლების წიაღში არც ერთ შტოში არ ყავთ. შესაბამისად, რას მოასწავებს ეს ამბავი და რამდენად შეგვიძლია განვიხილოთ ეს ჯგუფი საქართველოს უმდიდრესი ადამიანის და დე-ფაქტო მმართველის საბოლოო პოლიტიკურ მემკვიდრეებად, ესეც უახლოეს კვირეებში და თვეებში გამოჩნდება. იმავდროულად არსებობს ინფორმაცია, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტრო, რომელიც სპეციალურად გრიგოლ ლილუაშვილისთვის იქმნებოდა, არ არის უკანასკნელი სამინისტრო, რომელიც დაემატება თუ შეიქმნება საქართველოს მთავრობის წიაღში. არსებობს ინფორმაცია, ის ჯერჯერობით დაუდასტურებელია, რომ აღდგება ასევე კიდევ ერთი უწყება, ენერგეტიკის სამინისტროს სახით, საიდანაც თავისი თავმბრუდახვევი პოლიტიკური კარიერა სახელმწიფო უწყებებში და ქართულ ოცნებაში კახა კალაძემ დაიწყო, რომლისთვისაც მინდა გითხრათ, ამ სფეროს, ანუ ენერგეტიკის ბიზნეს და ეკონომიკური ინტერესებიც არ არის უცხო. ისმის კითხვა და სრულიად ლოგიკურიც. რატომ დატოვა ხელისუფლება ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა თუ ყველაზე გავლენიანმა ფიგურამ არა გრიგოლ ლილუაშვილის სახით? პასუხი კითხვაზე მარტივიც არის და იმავდროულად რთული, თუმცა გარკვეული ლოგიკა მაინც იკვეთება და ეს ესე გამოიყურება მოსაზრების სახით. ბატონ ლილუაშვილი, რომელიც თავის გუნდთან ერთად ბიძინა ივანიშვილის მყარ დასაყრდენს წარმოადგენდა, იმავდროულად წლების განმავლობაში იყო დაპირისპირებული განსაკუთრებით თბილისის მოქმედ მერთან, კახა კალაძესთან. იყო და არ ვამბობ, რომ ეს გრძელდებოდა ბოლო წლებშიც. თუმცა პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის გამწესების შემდეგ, როცა შიდა და საგარეო გარემოებებიც იმგვარად დაალაგდა, რომ მართვაზე სულ პასუხისგებლობა სწორედ კალაძე კობახიძის ტანდემი იღებდა, დღის წესრიგში დადგა
ხელშეუხებელი წმინდა პოზიციების, ანუ ძალოვანი სტრუქტურების აღების ჯერიც. სადაც მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში საკუთარი კადრის გამწესება საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ ფონზე ბატონ ლილუაშვილს შეეთავაზა მინისტრის პორტფელი. იმ ფორმით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისთვის ეს, ასე ვთქვათ, დაქვეითებად არ წარმოჩენილიყო, ან არ გამოჩენილიყო. ის გახდებოდა მთავრობის წევრი, ანუ მინისტრთა კაბინეტის წევრი. თუმცა, აი აქ იჩენს თავს პრობლემა, რომ გადამწყვეტი აღმოჩნდა ბატონი ლილუაშვილისთვის მიეღო გადაწყვეტილება თამაშიდან გასვლის შესახებ შემდეგი გარემოება. გასული დღეების განმავლობაში ხონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ხონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მართალია პატივცემული ირაკლი. მოადგილეების თემაზე ვერ შეთანხმდნენ. ოღონდ ეს ნახევარი სიმართლეა. სრული სიმართლე კი ასე გამოიყურება და შემდეგგვარად, რომ ბატონი ლილუაშვილი რეგიონალური განვითარების მინისტრის პოსტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ პოზიციებს შეინარჩუნებდნენ მისი მოადგილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. და არაცხადია ახლა შექმნილ კვაზი სამინისტროში, სადაც ბუნებრივია ვერც ვერავინ ჩაერეოდა, თუ ვის შეარჩევდა, ან შეირჩევდა რეგიონალური განვითარების დიადი მიზნებისთვის სამინისტროს პოზიციებზე ლილუაშვილი. დიახ, სწორედ უსაფრთხოების სამსახურის მოადგილეები, ხელმძღვანელის მოადგილეები, ამ სამსახურის, ანუ სუსის ხელმძღვანელები გახდნენ ის საჯილდაო ქვა, თუ განხეთქილების თემა, რამაც ბატონ ლილუაშვილს საბოლოოდ გადააწყვეტინა დაეტოვებინა ხელისუფლება, ისე რომ არც მისულა საქმე ახალ შექმნილ სამინისტრომდე. აი ახლა ისმის მთავარი კითხვა. რას აკეთებს ამ დროს გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირი? ანუ ბიძინა ივანიშვილი, რომლისთვისაც არც ლილუაშვილი აუცხო, არც მისი მოადგილეები, სადაც სხვა შორის მინდა გითხრათ, სუსში სისტემურ დონეზე ბატონ ივანიშვილს საკმაოდ ახლო ნათესავებიც ყავს გამწესებული. ბიძინა ივანიშვილი მოიქცა ერთგვარად როგორც პილატე პონტოელი, რომელმაც თემისგან შორი დაიჭირა, რითითაც ფაქტიურად ამ ერთგვარი ხელის დაბანვით, ან შეიძლება იგნორიდაც, ხარდაჭერა გამოუცხადა მოქმედ პრემიერ-მინისტრს და მის პოლიტიკურ გუნდს. დანარჩენი და რასაუბრები შედგა, ან არ შედგა ბატონ ივანიშვილს და ყოფილ თუ მოქმედ ჩინოვნიკებს შორის საინტერესო აღარ არის. შედეგი დამდგარია. ისევე როგორც ცხადია, საკადრო ცვლილებებს პერსონალიების და სტრუქტურულ დონეზეც უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალშიც, რადგან როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, საკადრო ცვლილებების ექო კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გაისმება საქართველოში.